რეპორტაჟი მალხას ხარბედიაზე სრულად დაეყრდნობა ლიტერატორების მწერლების დამოკიდებულებას მის მიმართ და სრულ დინამიკაში იქნება ნამდვილ ამბებთან მალხას ხარბედიაზე, რომელიც თავისთავად ჰგავს კარგ ლიტერატურას, მაშინ თუ შენზე წერს და ლაპარაკობს ყველა, ვინც კარგად წერს, აზროვნებს და რეფლექსირებს თანამედროვეობაზე. ბორხესული ფანტასმაგორია იქნება, რომ წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა თანამედროვე ლიტერატურა და ლიტერატურის ბოლო 30 წელი მალხას ხარბედიას გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირი, ბევრად ნაკლები თავისუფლება, ბევრად ნაკლები ფხიზელი აზრი, ბევრად ნაკლები ჭეშმარიტებაზე ნადირობა. მეტეორს გავდა, რომელმაც ჩაიქროლა და ყოველთვის ელოდები დაბრუნებას. ალბათ, კომეტასავითაა. მაგრამ სამწუხაროდ კომეტები ხშირად არ ბრუნდებიან. მე საქმის გამარტივებისთვის დავიწყებ ქართული ბეკეტის მიმოხილვით ძალიან მოკლედ, ანუ იმ წიგნებით, რომელიც აი ამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გამოვიდა. ლიტერატორები მთელი კვირაა წერენ, რომ არა მალხას ხარბედია, მისი მგრძნობელობა, მახვილი თვალი, არა თვალთ მაგცი ყველა მის მიერ დაწერილი სიტყვა და კალამი თანამედროვე ქართული ლიტერატურაც სულ სხვაგვარი იქნებოდა. არილის რედაქტორი ენის ძიებაში ვნებიან მწერლად და კიდევ უფრო ვნებიან მკითხველად იქცა და მთელი ცხოვრება წიგნზე შეყვარებულ მეკალმედ დარჩა. მისი ცხოვრება ლიტერატურულად ასე იყოფა: ტექსტები, რომელიც თვითონ დაწერა და რაც სხვებს დააწერინა. რამდენ ახალგაზრდა მწერალს გავხსნა გზა, იცი, ვერ წარმოვიდგენ. რამე ოდნავინი შეატყობდა, ეგრევე მეჭდავდა და ნუ ეს ხო იცი რა დიდი мотиваციაა რა. არ დარწმუნებული რომ თვითონ ქონდა გააზრებული რომ ხელა სამუშაო ჩაატარა, ამ ხელა სამუშაო. კინოში შევხვედრი ვართ არ. არა მარტო ლიტერატურა პირველ რიგში. ყველა მხრივ. ჩვენ რა უნდა ვქნათ? დებული ქართველი. ყველაფერი ნოქნას და უნდა. არ ვიცი რა უნდა ეხლა ვტყვი. რეფლექსია და მნიშვნელოვანი და საინტერესო ტექსტების, ახალი ავტორებისა და წიგნების ძიება მალხას ხარბედიას ბედისწერაა. ფასდაუდებელია ყველაფერი, რაც კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებაში მოასწრო. 1995 იყო პირველი პუბლიკაცია მქონდა არეთში. და მივიტანეთ და ისე გავიცანით. ბესიკზე იყო მაშინ არილის რედაქცია. მეორე სართულ რაღაც კიბეებით იყო ასასვლელი. 95 წელი იყო და იმის მერე მეგობრებს. მას უკვე ქონდა წაკითხული და 95 წლიდან აი ეს დღე მახსოვს რა ჩვენი გაცნობის. ეს მე სულ მახსენდება ჟაკი კუსტოს სიტყვები, შენ თუ გიყვარს ზღვა, შენ მას აუცილებლად გადაარჩენ. ან ლიტერატურა გადაარჩენ. იშვიათი დანახვის უნარი და შეგრძნებებით დაჯილდოებული, სიტყვაზე გამიჯნურებული კაცი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ეძებს საინტერესო და მნიშვნელოვან ქართულ ტექსტებს და მათ ავტორებს, პოულობს მათ, გამოსცემს, ბეჭდავს მათ და ასე აქცევს ახალგაზრდებს ნამდვილ მწერლებად. არ მეგულება ადამიანი, ვისაც აზროვნების ასეთი ჰორიზონტების, ასეთი ჩარჩოების შექმნა შეეძლოს, ჩარჩოების არაპირდაპირი გაგებით. და არ დაკლდება მხოლოდ ამ პროფესიას კონკრეტულად, მაგრამ მე ლიტერატურიდან ვიცნობდი მახოს და შესაბამისად არ ვიცი, ალბათ არაფერი აღარ იქნება ისე ამ პროცესში, როგორც აქამდე იყო, არც ერთი ავტორი არ იქნება ისეთი. ძალიან ბევრი ადამიანი არ ეცოდინება, რომ წერა შეუძლია, ვერ გახდებიან მწერლები, იმიტომ რომ ახლა სწორედ ეს ქონდა ხო, აი თაობებს უთხრა, რომ ისინი მწერლები არიან. მან ეს იქამდე იცოდა, ვიდრე თვითონ ავტორებმა იცოდნენ. არილიც თვითონაა მთელი მისი არსით დანთებული სხივის საგანზე სრულ უკუნეთში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბოლო დღემდე არილის ბიოგრაფიამ მისი ბიოგრაფიაც აირეკლა და რადგან არილი თავისთავად იდეაა, მარტო არილიც კმარა ვიფიქროთ, რა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ჩვენი დროის ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო ცხოვრებას და თანამედროვე ლიტერატურას ჩვენს დროებაში. ზოგადად წერის იდეას ყველაზე მძიმე დროს ამ ქვეყნის ისტორიის კვალდაკვალ ათეული წლები გამოსცემდა ჟურნალ არილს. გამოცემა დღესაც ცოცხალია. მალხას ხარბედიამ ჟურნალი რთულ გზაზე არასოდეს მიატოვა. იყო დაუმორჩილებელი, პოლიტიკური კონიუნქტურისაგან სრულად თავისუფალი. ყველაზე თავისუფალი ლიტერატურულ საზოგადოებრივი ჟურნალის რედაქტორი ყველაზე დიდხანს. ვინც კითხულობს არილს
იცის არის შინაარსები სხვადასხვა ნომრის და ის ფასებულებები, ღირებულებები რადგან დგას არის. ძალაუფლების მქონე ადამიანს ყოველთვის ეშინია აი ამ მუხტის დაძაბულობის, რომელიც არსებობს ყველაზე დაუმორჩილებელ, ასე ვთქვათ, რაღაცაში, რასაც ქვია პოეზია. იდეა, ტრადიცია არილი ეს არის მალხაზ ხარბედია და თვითონ ამ გამოცემის სახელი არილი მეტყველებს ამ ყველაფერზე. ეს არის რაღაც შუქის სხივი, რომელიც შუქი, რომელიც დანათებულია რაღაც საგანზე. და აი იმ ბნელ 90-იანებში, როცა მალხაზ ხარბედია არილს ქმნიდა, აი ზუსტად ასეთი სიბნელეში რაღაც გავლებული შუქის ხაზი იყო არილი. წვდიადი იყო და თითქოს ადამიანი დაიკარგა, კულტურა დაიკარგა, აი ცოდნა დაიკარგა, ყველაფერი ხო აი არილიდან ანათებდა ეს ხივი. აი მე შევადარებდი ამას, აი დიდი წარღვნის მერე ყველაფერი რო დაიღუპება და აი გემის ნამსხვრევებზე რო არიან ადამიანები შემორჩენილი. აი კაცრავად ხო აი ამას შევადარებდი. მალხაზი იყო აქ, შადიმანი კიდე სხვები იყვნენ და მან შემოიკრიბა ეს ადამიანები და აი გაარღვია რაღაცნაირად ამ 90-იანების წვდიადი. რომელიმე ლიტერატურულ გმირს ხო არ გაგონებთ? ლიტერატურულ გმირს ალბათ ოდისევსი იყო, რომელიც დიდი ხანი ბრუნდებოდა და დიდი ხანი ეძებდა სად დაბრუნებულიყო. და დაბრუნდა, ალბათ ეხა დაბრუნდა, არ ვიცი, სად დაბრუნდა, არ ვიცი. ლიტერატურათ მცოდნეები და მისი მეგობრები წერენ, რომ მალხაზ ხარბედიას ყველაზე მეტად ადამიანები ყვარებია. წიგნებიც ისეთი უყვარდა, სადაც ძალიან ბევრი სიყვარული და ლიტერატურული გმირია. თავს გადამხდარი თავგადასავლები ადამიანებზე, ლიტერატურასთან ერთად კიდევ ღვინოს და ფეხბურთს აღმერთებდა. ძალიან უყვარდა ხვიჩა კვარაცხელი. ანუ როგორც ფენომენი, არა როგორც მარტო ფეხბურთი, არამედ როგორც სისხარტე. აზრის სისხარტე და აი ლიტერატურაშიც ეძებდა ასეთ კვარაცხელიიზმებს, მოდი ასე ვთქვათ. აზრის სწრაფ განვითარებას, ხატრული, ასე ვთქვათ, მეტაფორული აზროვნების სისწრაფესა და სისხარტეს. უფრო მეტი ღვინო იყო თუ წიგნი მის ცხოვრებაში? ორივე, აი როგორ გითხრათ, ჩემთვის კი უფრო ლიტერატურა იყო. აი ის ყველაფერს ვცდილობდა, ყველაფერი ექცია ტექსტად, აი ეს ღვინოც ექცია ტექსტად და რა ვიცი. ხო, აი როგორ მართლა ესეთი პათეტიკურად რო ვთქვათ, ფასდაუდებელი არის მისი ღვაწლი. ღვინო არ იყო ლიტერატურის გარეშე, იმიტომ ღვინო იყო ლიტერატურა. იმიტომ ღვინოზე წერდა, როგორც არ ვიცი, ბორხეზზე დაწერდა, სერვანტეს ესე წერდა, ჯალეშზე და ბუყუზანზე პირობითად. ეს გახდა მისთვის ლიტერატურა და ღვინო აქცია ლიტერატურად. აი რაღაც და ლიტერატურა ღვინო და ლიტერატურა ღვინოთ, რა თქმა უნდა. ღვინის მწერალი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას თავის ენთუზიასტურ დამოკიდებულებას ღვინისადმი გადასცემს სხვა ადამიანებს. ეს არის ყველაზე დიდი მისია ღვინის მწერლების და ღვინის ჟურნალისტების. ღვინოცა და მალხაზ ხარბედიაც ერთი მთლიანობაა. კალამი, როგორც მწერლის კალამი, ვაზის კალამთან დააკავშირა და რადგან მთელი ქართული მწერლობა ისედაც დაკავშირებულია ღვინოსთან, საკუთარ ღვინოს კალამი დაარქვა. ღვინის მოტრფიალეებთან ერთად ღვინის კლუბი 2009 წელს შექმნა. შემდეგ ღვინის ახალი ფესტივალიც დააფუძნა და მთელი ცხოვრება ქართული ღვინის ერთგული დარჩა. ძალიან უყვარდა ალბათ ორული მწვანე და ჩინური, ალბათ, იმიტომ რომ გვილაპარაკია ბოლოს ეგ და აგვილევია ყველაზე ხშირად. და ანუ ნახეთ აი ხო გვისაუბრია და ეხლა ადავლიოთ და აი მოდი დავლიოთ ჩინური. ან გურული მწვანე. რომ სადღეგრძელო ქონდა ისეთი. სადღეგრძელოები მე დამახოს რა ვიცი აკლებად უფრო რაღაცა ესეთი ანუ რა ვიცი გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას. ალბათ ყველაზე ხშირად. მომდევნო არილი მისი გარდაცვალების შემდეგ სრულად მიეძღვნება ჟურნალის რედაქტორის, მწერლისა და მეღვინის ხსოვნას. ყველაფერი მახო მასწავლა საერთოდ. რამე ვიცი. თავარი მასალა მოსმენა და ყურება. და
ერთი რამე მითხრა ეს არის რომ ვაბარებდი ნუ ეცდებიო ყველა დრამატურგი შეისწავლო რამოდენიმე შეისწავლე და კარგათო და იმას თუ შეისწავლიო კარგათო კლასიკურ მუსიკაშიც იგივეო რამოდენიმე კომპოზიტორი უნდა იცოდე კარგად ხატო არ იცო და ჩათვალეო მე ყველა გეცოდინებაო ეს განსაკუთრებული ტიპია ადამიანის წიგნების სიყვარული აი მთელი თავისი წესებით დაწესები ქონდა აი მაგალითად ეს ჩუქება იყო ერთ-ერთი ანუ ნამდვილი ბიბლიოფილი მარტო თავისთვის არ არის ეს ეგოიზმი რომ აი მე მქონდეს ყველაფერი პირიქით რომ აი თუ რაღაცა იშვიათი წიგნი რომელიც გააქვს ისო სხვასაც უწილადოს წიგნიერი საზოგადოება კი აწი მალხას ხარბედიას მოძებნის სიტყვებში ლიტერატურაში წიგნებში ღვინის ჭიქებშიც სხვა ადამიანებსა და საკუთარ თავებშიც ელვარე ლიტერატურაში რომ მივედი და ძალიან ცუდად რომ ნახე მე ესეთი სამაკ ცუდად რომ ხვდები ვიწყებ ბიბლიის კითხვას და მე პოსტავ და მომწერა რომ გაჩერდია მარტო ეს მეთქი კითხულობ ბიბლიას გაჩერდია ანუ ცუდად რომ ხარო რომ ნახე და ძალიან ცუდად იყო იანვარში ძალიან იმოქმედა და ესე იწვა და ეს წიგნები ოთახში ქონდა და ეხა შენ გამიგებო რა ეხა მინდა ვავდგე და ყველაფერი წავიკითხო მახაზი იყო ჩემთვის ადამიანი რომელთანაც ეხაც რაღაც მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვარ და მუდმივ დიალოგში ვარ და ყველა ჩემ აზრს ვამოწმებ მახაზთან მიმართებით მახაზი რას იტყო და მახაზი რას იფიქრებდა და ეს დიალოგი ვეცდები გაგრძელდეს და მახაზი კვლავ იყოს არილის რედაქტორი ფიზიკურადაც იქნება კი ნამდვილად და თუ ასეა და ადამიანი მართლაც ისაა რაც გაუკეთებია მალხას ხარბედია თვითონ თავისივე ღვინოა და მისი ადგილი აწი ყველაზე მეტად წიგნებში უნდა იყოს